მოგესალმებით საზოგადოებას. სიკეთე თქვენს ოჯახებში, ბედნიერება, ჯანმრთელობა. დღეს ჩვენ განახებთ თუ როგორი ხდება ტყემლის არაყი პირადად ჩემს ოჯახში. გთხოვთ, შევხედოთ. ეს გახლავთ არაყის გამოსახდელი აპარატი. ამაში ისხმება მასა, ეხურება სახურავი. ეს გახლავთ ორთქლის გამაცივებელი აპარატი. როდესაც ცეცხლი დაინთება და ორთქლი წამოვა ზევით, როცა ადუღდება მასა, ორთქლი გადის მაცივარში, მაგას ეწოდება მაცივარი, რომელიც ცივდება ცივი წყლით. ორთქლი გადაიქცევა სითხედ და ის სითხე გახლავთ არაყი რა, დასალევი არაყი. აბა, ჩემო ძვირფასებო, ვიწყებთ სითხეს ჩასხმას გამოსახდელ აპარატში. ამაში არის ჩადებული ტყემალი, ვაშლი, მსხალი. და მე და ჩემი ძმა, ჩემი მეზობელი ტარასა ვიწყებთ არყის გამოხდას. დავიწყოთ პროცედურა. გიორგი შეხედა. ამჟამად გიგო ესე გიორგისა. ეს უნდა მოირიოს კარგად, რომ ცხელი მასა მივიღოთ. მე გადავდივართ ბატონ ტარიელთან, ამას რომ მოურჩებით და ვიწყებთ მეორე განყოფილებას. ანუ კაიპური ჭამას. ანამდე კიდე აქ დღესვე გაიხსნება თამოშდაია. ვინც აქ ჩამოივლის და არ დალეს. იმას ჯარიმა. არ გავატარებთ. იმას ჯარიმა. გამოსახდელ ქვაბს ირგვლივ უნდა შემოვავლოთ ნაცარი გახსნილი წყალში, აზელილი, რომ თვითონ ორთქლი არ დაიკარგოს. აი დაახლოებით ასეთი მასალა. სადაც ორთქლი გადის, ის ადგილიც უნდა შევлесოთ.
ეხლა ცეცხლი უნდა შავუნთოთ და დაველოდოთ კეთილშობილური სითხის გამოსვლას. ვინ იქნებოდა ხა შენს მე? მე ვიცი. შენ როგორ? არავინ არ იცის და არავინ არ უწყის როდიდან არის ალკოჰოლური სასმელი მთავარი ატრიბუტიკა ჭირისა და რხინის სუფრების და რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნისას, მაგრამ ფაქტი ერთია, სვანებიც იყენებდნენ ალკოჰოლს სწორედ რელიგიური დღესასწაულების დროს, დალოცვისას რა თქმა უნდა და ჭირისა და რხინის სუფრების დროს. მაგრამ განსხვავება იყო რაში, რომ სვანებს ჰქონდათ მხოლოდ ქერი ალკოჰოლური სასმელის მისაღებად. საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცედურა იყო, იმიტომ რომ ქერი უნდა დათესო, შემდეგ მომკა, გაანიავო, გალეწო და შემდეგ დაფქვა წყლის წისქვილებში, ქერი ფქვილი მიიღო, შემდეგ იქიდან პური დააცხო, დანარჩენი ნაწილი კი დატოვა ალაოდ. და ალავს რა დანიშნულება ქონდა ალკოჰოლის დამზადებაში? რა დანიშნულება ქონდა? ჩემო კარგო და ფერმენტაცია იწყება ალაოთი. მარცვლეულის, აი ქერის, ჭვავის, სიმინდის, ხორბლის სახამებელი არ გადაიქცევა პირდაპირ ალკოჰოლად. ამიტომ საჭიროა რომ სახამებელი დაიშალოს მარტივ შაქრებად. ეს არის ძირითადად გლუკოზა, მალტოზა და ეს შაქრები შემდეგ უკვე დაიქცევა ალკოჰოლად საფუარის მეშვეობით. აი ამისთვის გამოიყენებოდა ალაო. ამ დაშლას ახდენს ალაოში არსებული ბუნებრივი ფერმენტები. საინტერესო და სახალისოც იყო არყის გამოხდის პროცესი, გიორგი, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად მეზობლებს და ნათესაობებს ერთმანეთთან აკავშირებდა. მოიკრიბებოდნენ ამ არყის სახდელ დანადგართან ყველა თავს, პატარა სამფეხას დაიდგამდნენ და ოდნავ შეთვრებოდნენ. ეს არ იყო თრობისთვის გამიზნული, ეს იყო ურთიერთობისათვის გამიზნული და შემდეგ სიმღერასაც შემოსახებდნენ და ისაუბრებდნენ საჭიროებო საკითხებზე და დაიშლებოდნენ. ანუ ოჯახი ვინც არას ხდიდა, მეზობლებს დაუძახებდა, შემოიკრებდა, ირგვლივდა, იყო ურთიერთობის ერთ-ერთი საშუალებაც. ძალიან საინტერესო, ისე როგორც ნოდარ დუმბაძეს აქვს, მე ბებია ილიკო და ილარიონში, ეს ჩვენი საყვარელი გმირებიო დაჯდებიან და ხალისობენ აი ამ არყის გამოხდის პროცესში. და საინტერესო იყო ერთი რამ და ხაზგასასმელი ერთი რამ, რომ სვანეთში რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნის დროსაც და განსაკუთრებით მიცვალებულის გასვენების დროს თრობა იყო სირცხვილი. ეს იყო აი პირდაპირ დამამცირებელი ადამიანისათვის, იმიტომ რომ ფეხარეული თუ ვინმე გავიდოდა რომელიმე მამაკაცი ან რელიგიური დღესასწაულის რიტუალის ჩატარების შემდეგ, ან გასვენების სუფრის შემდეგ ფეხარეული მამაკაცი ხდებოდა დაცვების ობიექტი და ძალიან კარგი იყო ეს, იმიტომ რომ საზოგადოებრივი გაკიცხვა ხშირად კარგად მოქმედება, ეს აღზრდის ერთ-ერთი კარგი მეთოდი იყო. ანუ ყველა ერიდებოდა, რომ დაცინვის ობიექტი არ გამხდარიყო. ეხლა პირიქით არის, სანამ არ ჩავბებიან შიგ ბოლომდე ამ ალკოჰოლურ სასმელში და გასაწური არ გახდებიან, მანამდე არ ფიქრობენ და მოიცვალონ ფეხი სუფრიდან. აი ეს ერთი კარგი, ძალიან კარგი ტრადიცია გქონდა.
აბა დავაჭაშნიგოთ ჩვენი გამოხდილი ტყემლის ორნახადი. გაიხარეთ, კარგად მზანდებოდეთ, იყავით სულ მუდამ ყოჩაღად. გავუმარჯოს საქართველოს. კარგია, მაგარია. ამაზე მაგარი არ შეიძლება. იქნება სადღაც 65 გრადუსი. აბა კარგად მზანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.